რა სუნი დგას? ასიე, შენ რა საჭმელი დაწვი? შეხედე რა დღეში ხარ. უკვე აღარაფერი გახსოვს. სიყვარულმა გონი და გაკარგინა. არა. მაშინ დასამალი რა გაქვთ? შენს მშობლებთან მოვიდეს. უთხრას რომ უყვარხარ და დაგნიშნოს. ამაზე იოლი რა არის? რთულია მის გაკეთება. ბები, ერთმანეთი ახლა ხანს გავიცანით. თუ არ დავახლოვდებით, ნიშნება როგორ მოვაწყოთ. თანაც ჩვენ დროში. ადრე სულ არ იცნობდნენ ერთმანეთს, ისე ინიშნებოდნენ. გაცნობას რა აზრი აქვს? ყველა კაცი ერთნაირია. მერე შვილები გეყოლება, გაზრდი. შენი ქმარი კი იმუშავებს და ფულს მოგიტანს. შვილები წამოიზრდებიან და ბედნიერად იცხოვრებთ. ხო, მშვენიერია, მართლაც კარგი იქნება. რა საქმიანობს? მოდოსპორტი იტაცებს. ძალიან კარგი. ხელფასი თუ აქვს? თვეში რამდენს იღებს? ფულს არავინ უხდის. სპორტსმენია. მერე რა? არა უშავს. მთავარია რომ კარგი ადამიანი იყოს. სულ არაფერს უხდიან? არაფერია. სპორტსაც თავისი ხიბლი აქვს. მაგრამ ცუდია კაცს საქმე რომ არ აქვს. თავის გატანა გაუჭირდება. გინდა კაფეინი ყავა მოგიდუღო. დიდი ხანი არ მომიმზადებია. ერთად დავლიოთ. მიდი, შენი მოტოციკლისტის სახელზე თითო ფინჯანი ყავა დავლიოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი აზრი ისედაც ნათელია. სათადარიგო სკამზე ჯდომას აჯობებს სპორტიდან საერთოდ წამოვიდე. მაგრამ რომ არ მიშვებენ? არა და ასე სამარცხინოდ ყოფნას არ ყოფნა მირჩევნია. ასეა. უნდა წავიდე. არაყმა საღერღელია გიშალა. როცა სვამ რა ლამაზად ლაპარაკობ ხოლმე. მოდი მომიჭახონე. მე რა შემიძლია? ჩემმა სიძემ ჩარევა ამიგზალა. თვითონ წავიდა რომ ასიე ბებიასგან წამოიყვანოს. ჩვენ კი მათ მოსვლას უნდა დაველოდოთ. სხვა გზა არ გვაქვს. მაგრამ ასე როგორ შეიძლება? სად გაგონილა? შენი კარგად მესმის. მეც კაცი ვარ. ო, ასია. მიდი ძმაო, მომიჭახონე, მიდი. ეს საქმე ამ საღამოსვე უნდა მოგვარდეს. არაფერი აქ ალბათონო ასიე. მერე მადლობას მეტყვი. შენ სიძეს მადლობას გადაუხდი. ამიჯერე. ბები აყავა მზად არის. ილიასი მოვიდა. შვილო. სახლში მივდიოდი, მაგრამ მოვეცრად მოვიხედე და აქ აღმოჩნდი. ასიე. ასიე, საწახვედი შვილო, სად ხარ? სახლში ვარ ბებია, შენ სად ხარ? ასიე. მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა. ახლავე დამენახე. შენთან თამაშის თავი ნამდვილად არ მაქვს. უნდა წავიდე.
სახში წადი, მე ვილაპარაკოთ. მომისმინე, ეს მნიშვნელოვანია. Önemli. Gel benimle desem. თუ ეტყვი წამომყევი და სულ ერთად ვიყოთ თქო, ნედავ დამთანხმდება? Gelir mi arkamdan? Asiye. ილიას დროზე წადი. გთხოვ. Ya bir şey. ყველაფერი რიგზია. ნუ ღელავ. ესე იგი საქმე სერიოზულადაა? Enişte bak. სიძევ სისულელეს ნუ ამბობ გესმის? ილიასის მოტოციკლში ჩანთა დამრჩა და მომიტანა. Şimdi zaten gidiyor. სწორედ ახლა წასვლას აპირებდა. Enişte ბატონო ჩემო. benim ასიეს მიმართ სერიოზული ზრახვები მაქვს. ზრახვები? Asiye'ye karşı ასიეს მიმართ ყველას ჩვენი ზრახვები გვაქვს. გასაგებია? anladın mı? ამიტომაც შენ გზას გაუყევი. შარს ნუ ეძებ. Gece gece sakat. მიდი, გაუყევი, მიდი. Bakın bu tavukları უხეშობა საჭირო არ არის. ben size არ მინდა karşı უპატივცემულოდ saygısızlık მოგექცეთ. Bak sen. კარგი ერთი. Et. მიდი, სადე, მიდი, მიდი. İlyas ölüme. ილიას გემუდარები წადი. ყველაფერს მოვაგვარებ. თვითონ დავილაპარაკები. გთხოვ წადი. Hadi Asiye hadi. წამოდი ასიე, წამოდი. Bak beni მომისმინე, თუ გიყვარ ვარ წადი. მიდი. მოდგახარ. დროზე წადი. ილიას იცოდე არ გაპატიებ. Ya seni bırak. არ მეთმობი. როგორ გაგიშვა? მე ისედაც შენი ვარ. hiçbir şey. არაფერი შეიცვლება. შენი შვილი გარეთ ვიღაც ბიჭს ეკულგურება და შენ აქ მშვიდად იხარ. დაუჯერებელია ბებია. Enişte ne var? სიძევ რა გინდოდა? ხომ გითხარით არ მომაკითხოთ. ბებიას ამ რჩები მეთქი. არა, კიდევ კარგი რომ მოვედი ასიე, კიდევ კარგი. საინტერესოა, ჩემი გულშემატკივარი როდის აქეთ გახდი? ხედავ ბებია რა უმადური შვილი ყავს. მოემზადე ახლავე sახლში მივდივართ. დედა მოახშავე მოამზადა. დავსყდე და მშვიდად ვისაუბროთ. მეთინი დღეს ძალიან გავგვინაწყენდა. ამას გარდა გაბრაზებულიც არის. შევეცადე მისთვის ამეხსნა, მაგრამ უნდა რომ შენგან მოისმინოს. Bir de tabii senin ağzından duymak istiyor çocuk. რისი მოსმენა უნდა სიძევ? რისი? Neyi? O sen რომ იმ მაწანწალახთან არაფერი გაკავშირებს, გასაგებია? რომ მივალთ ყველაფერს თვითონ აუხსნი. იმ ბიჭ შენთან დააწყებინე მუშაობა ოსმან. უზარმაზარი მაღაზია გაქვს. საბრალოს ხელფას არ უხდიან. უფულოდ როგორი ცხოვრონ. სიკეთე გააკეთე. Yine abuk subuk. მე ბიას ისულელეს ნუ ამბობ. რა იყო? რომ თხოვო სირცხვილია? თანაც ოსმანი უცხო არ არის. ის ბიჭი ძალიან მომეწონა, კარგი ყმაწვილია. მაგრამ ხელფასი არა აქვს. ხომ გესმის? დაუჯერებელია ამ გოგოს. შესაძლოა საზიძოელოდება სახლში. ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანოთ. მორჩა, წავედით. მიდი, დაეხმარე. კარგი ბებია, კარგი, მორჩა. წავიდეთ. წავიდეთ, დროზე. კარგად იყავი ბებია, ნახვამდის. კარგად იყავით.